გამარჯობა. მოგესალმებით ყველას იტალიიდან. ქალაქ ბოლონიაში ვარ და იმას საერთაშორისო გამოფენას დავესწრები. რაც ძალიან მიხარია, რომ ესე მალე მოხდა ჩემს არხზე გამოფენაზე წამოსვლა, რაში ძალიან დამეხმარა იტალიის სავაჭრო სააგენტო, მათი მეშვეობით ვარ აქ და მექნება საშუალება მოკლედ ძალიან საინტერესო გამოფენის გაზიარება თქვენთვის. იმიტომ რომ იქნებიან საკმაოდ საინტერესო წარმოებლები, თქვენთვის ბევრი ცნობილი, ბევრი უცნობი და მაქსიმალურად ვეცდები ჩემ ვიდეოებში, ერთი ან ორი ვიდეო დაიდება, ამ ვიდეოებში გაგიზიაროთ ის ყველაფერი, რასაც აქ ვნახავ. ეს იქნება, რა ვიცი, ტრაქტორები, მისაბმელები და თან შევხედოთ რა ტენდენციები არის, საით მიდიან დიდი ბრენდები და რა ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ მოკლედ სოფლის მეურნეობაში. აუცილებლად გავაკეთებ ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მე რასაც ვფიქრობ, რომ საინტერესო არის, ის ტექნიკა განსაკუთრებით უფრო მეტი მოვახვედრო ვიდეოში და რა თქმა უნდა, ყველაფერიც იქნება ნაჩვენები თუ რა არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. და აი დავიწყეთ უკვე გამოფენის დათვალიერება და როგორც ვთქვი, ეს გამოფენა არის საბაღე და სავენახე ტექნიკაზე ორიენტირებული. სხვა ტექნიკაც არის, რა თქმა უნდა, სარწყავი სისტემები და ასე შემდეგ ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. და შესაბამისად ბრენდებიც, წარმოებლებიც შესაბამისად არიან წარმოდგენილები აქ. მოკლედ ეხლა რასაც უყურებ აქ დოიტფარის ტრაქტორი და ნიუ-ჰოლანდის ტრაქტორი დგას, რომლებიც უკვე აღჭურვილი არის რიგში მოძრაობისას სენსორებით და ოპერატორს საერთოდ აღარ ჭირდება საჭიროზე ხელის მოკიდება, ვენახის რიგებში ისე დადის ტრაქტორი და ასრულებს თავის საქმეს. აი მაგალითად ეს ნიუ-ჰოლანდი ახლა აღჭურვილი არის ამ სისტემით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანური ფაქტორი ნელა შემცირდეს და შემცირდეს შეცდომები, ასე ვთქვათ რა. და უფრო მეტად აკონტროლოს თვითონ ტექნიკამ თავისი თავი. ნიუ-ჰოლანდზეც ეს არის, ესეთი სისტემაა და აქაც თითქმის იგივე სისტემას თავაზობს დოიტფარს. საინტერესოა ძალიან. ძალიან ცნობილი არის არხის საჭიროებში ეს ბრენდი. საქართველოშიც ბევრი არის. პატარა ვერსიები და დიდებიც არის, რა თქმა უნდა. მოკლედ, ტენდენცია არის ესეთი და მომავალიც ალბათ არის ესეთი რა. წინ მუჩერი აქ დამაგრებული, უკან ძირებს შორის რომ მივიდეს. ძალიან მდგრადი იქნება, ნებისმიერ რელიეფზე დარწმუნებული ვარ. სენსორებით ყველაფრით აღჭურვილი GPS-ით, რა თქმა უნდა. ესე მუშაობს. The robot is also equipped with certified safety systems to stop the case of collision. აქვს რუკა შედგენილი და ამ რუკის მიხედვით ასრულებს სამუშაოს. მისაბმელი შესაწამლი ამისთვის. სხვადასხვა მისაბმელი ვარიანტები აქვს. ეს საკმაოდ რთულდებლებს, სადაც ფერდობია და ასე შემდეგ, უნაკლოდ იმუშავებს უპრობლემოდ. აი, აქაც სადემონსტრაციო სპეციალურად აყენია ეს. ესეც რიგში. შეწამლა, კულტივაცია, ყველა ის ოპერაცია მოკლედ, რაც ჭირდება ვენახს. ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა. იმართლე გითხრათ, ამაზე ვიწრო ტრაქტორი ჯერ არ მინახავს. 77 სანტიმეტრი არის საერთო სიგანე. აი. სპეციალიზირებული. ნახოთ რამდენი ცხენის ზალა აქვს. 25 ცხენის ზალია. სპეციალიზირებული ტრაქტორები.
ეს არის შეიქერი ტრაქტორზე მისამაგრებელი ნუშისთვის, ზეთისხილისთვის, კაკლისთვის იტალიური ბრენდი არის, საკმაოდ ხარისხიანი, საკმაოდ კარგი. ეს არის მხოლოდ შეიქერი და აქ არის უკვე ოფიციური, ანუ სხვა ვარიანტიც, რომ თქვა კოლგიანი იყოს. ეს კოლგა მე ამას უყენდება. კოლგა არის და უკვე შიგნით აქვს პატარა აუზი, სადაც გროვდება ჩამობერტყილი, ნუ რავი, ნუში იქნება ეს თუ კაკალი არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა უნდა განახოთ ისეთი მანქანა, რომელიც დაწუნებული ვარ ბევრმა არ იცით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის გაყიდული 2 ერთეული და მაგრამ ბევრს არ გეცოდება დაწუნებული. ეს არის წალამის დამწნეხი და შემდეგ აი ესეთ ასე ვთქვათ დაწნეხილ, ნუ ფორმა ესეთი აქვს საბოლოო ჯამში. აი ესეთი პატარა დანადგარია კაები. ძალიან მოწონს ან წალამი თავისუფლად შეგიძლიათ აი ესეთ პრესებად აქციოთ. ეს პატარა საპრესი არის უბრალოდ მგვალი წრეხამკრეფი არის, ესეც არის საქართველოში აი მთის ამბავში, ფერდობზე სამუშაოთ ამბავში სპეციალიზირებული ძალიან მაგარია. ძალიან კარგი ტექნიკა არის, საკმაოდ ხარისხიანი და ნუ ის ძალიან განსაკუთრებული არის და ბევრს ვერ შეხვდებით ნამდვილად. თვითო გამოფენის ტერიტორიასაც განახეთ, რა თქმა უნდა, კვების ობიექტებით. კვების ობიექტებით, აი ესენი თუ პავილიონებია, საკმაოდ დიდი ტერიტორია არის. აი ნახეთ, ეს არის სულ პავილიონების რაოდენობა. ძალიან საინტერესო აგრეგატია. თივის რულონური პრესის გასაშლელად ფერმაში, მხოლოდ თივის გასვლა როცა გჭირდება. აი ეგ შეუძლია ამდანად. ო, აი ნახე, ეს შლის თვითონ ეს მექანიზმი. და აი ესეთი ამბავი გამოდის. ცუდად ჩანს უბრალოდ თუ რამე მე ვიდეოს ჩავსავ აქ ცალკე. მოკლედ შუადღეა და იმდენი ხალხი არის გამოსული. ეგ არის რა. კუჭზე თუ არ ვიფიქრეთ, აი ეგ დარწმუნებული ვარ 1000-ობით ადამიანს. პირველ საათზე ტრაქტორი და მისაბმელი არავის არ აინტერესებს, თავარია კუჭი დავაკმაყოფილოთ ეხლა. და კი არის ესეთი ამბები რა. საერთაშორის გამოფენის კვალობაზე გემრიელობები არის. არ მიყვარს ახლა იტალიური სამზარეულო. აქ ფასტ ფუდურად ჩვენია რაღაცებია, მაინც. და მოკლედ მეც დავიტვირთები ენერგიებით. დავაკმაყოფილოთ ჩემი კუჭი და მე გავაგზელებ ისე. ეს უკვე ანტონიო კარარო. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია ჩემი აზრით, რომელიც აკეთებს სპეციალიზირებულ ტრაქტორებს. ძალიან ბევრნაირი მოდელი ყავთ, ძალიან ბევრნაირი ნიადაგზე სამუშაოდ. სხვადასხვა პირობებში, ფერდობზე, ჰილისთვის და ასე შემდეგ და ეს პატარა ტრაქტორები მუხლუხოებზე და მოკლედ არ ვიცი, აი აქეთ არის ახლა მაგალითად მთის ვერსიები, სადაც ნუ ძალიან ფერდობზე უწევთ ტრაქტორს მუშაობა. კაბინის ნაირსახეობები. ეს ახლა მაგალითად ძალიან ვიწრო ვერსია არის, სუფთა სავენახი არის. ალბათ იქნება მეტრი ან
ოდნავ უფრო პატარა კიდე. მეტრზე მეტი ეს ტრაქტორი არ იქნება. თან ამას ძალიან მაგისად საჭის შეტრიალების ფუნქციებიც აქვს. ძალიან სპეციალიზირებულია და მე ძალიან მომწონს რა. აქ უკვე ეთყობა რომ არსებობს მეორე ბრენდი კარარო, არა ანტონიო კარარო, მაგრამ გაერთიანდნენ და ეთყობა უკვე. იმიტომ რომ ეს უკვე გავს იმ კარაროს, რომელსაც ადრე ცალკე ბრენდად უშვებდნენ. ეს მაგალითად მომგვალებული კაბინის ვერსიით. ეს სპეციალურად მაღალ დისკებზე და მაღალ საბურავებზე მარწუზე სასიარულოა. ეს სპეციალიზირებული მხოლოდ ამისთვის. ეს ძველი მოდელი გაიგებია. არსებობს ამის შუაზე ტეხვადი ვერსიებიც, ჩაულებრივი ვერსიებიც მოხდებით ამბავში. ძალიან ბევრი ვერსია არის, ძალიან ბევრი. აი რომ გადახედოთ, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ნიუ-ჰოლანდის კომპანიის განვიხილავდით, მაგ დროს ვახსენეთ ერთი ბრენდი ეირო ასევე და აი აქ შემხვდა ეხლა და ამიტომ მინდა რომ გაჩვენოთ ბარი. აი ეს არის თვითმავალი. სხვა მისაბმელი ტექნიკაც ყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მაინტერესებს. Просто მე შეგვითაც შეგახედოთ. ეხლა შევიხედოთ, სადაც იწყება მოკლედ კომბაინის მუშაობა, პირველი შეხება ვასთან. აქ ხედავთ, რომ ყველასგან განსხვავებული გადაწყვეტა აქვს და მხოლოდ მარჯვენა მხარეს არის კონვეირი. მარცხენა მხარე ოდნავ აწეული არის, რომ მარცვალი რო ჩამოვარდება არ დარჩეს და რა თქმა უნდა კონვეირის მხარეს წავიდეს. აქ კადრში არ ჩანს, მაგრამ დამატებული აქვს დამბერი ქვემოთაც, რომ დაიწყოს გასუფთავება. აქ ესეც განსხვავებული არის. და რაც შეეხება დამტკბნელ ჯოხებს, აქაც შეიძლება მოხსნა, დაყენება, სიმაღლის რეგულირება, კონკრეტულად როგორც გვჭირდება და რა პოზიციაზეც გვჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ცალმხარეს აქვს კონვეირი, შესაბამისად ერთი ავზი გვაქვს, დესტიმერიდან უკვე გარჩეული მარცვალი სადაც იყრება, ერთი ავზი არის და ეს ავზი არის ოფიციურად ყველაზე დიდი 3000 ლიტრია. კაბინაც კარგ ადგილას, კომფორტულ ადგილას აქვს შუაში, რაც ექსპლუატაციაში ძალიან კომფორტოს ხდის ამ კომბაინს. ეს არის პატარა სადემონსტრაციო მოედანი. ეს ვიტიბოტი არის, აი ძალიან მაგარი რაღაცა. ამას არც ნაბახუსევი აინტერესებს. არც არანაირი მიზეზი თუ რატო არ იმუშავებს. ავტონომიური რობოტი არის. უკვე საკმაოდ ისეთი დახვეწილი და ნენელა რომ თავის სათქმელს იწვის ეს ვენაში მუშაობისას, აი ეგ ტექნიკა არის და ჩემი აზრით ესეთი რაღაცეები, ესეთი ტექნიკა უკვე ნენელა ძალიან დაიხვეწება. აი ხა რა თქმა უნდა, სულ გამოცდების და სულ ტესტირების რეჟიმში არიან. იყიდება უკვე რეალიზაციაში ჩაშებულებია, მაგრამ დრო ჭირდება ყველაფერს ადაპტაციისთვის, ყველაფერზე მოგებისთვის, ტესტებისთვის და რაღაცა პატარა გამოცდილება რომ დაგროვდება და უკვე რაღაცა ნამუშევარი საათები ესე რო ვთქვათ, მერე კიდევ უფრო საინტერესო იქნება და უფრო სანდოც. ეხლა აქ მინდა შევიდე და ნიუ-ჰოლანდის სტენდი მინდა განახოთ, როგორი რაღაცა იცი? საკმაოდ ისეთი არის ხოლმე. ყოველთვის ნებისმიერ გამოფენაზე, სადაც არ უნდა მოხდეს ევროპაში, დიდები რა თქმა უნდა, სულ არის ის თემა,
John Deere უფრო დიდი სტენდი ექნება თუ New Holland-ს ან სუე გარიათი ყველაზე დიდი სტენდები ყოველთვის ამ ორ ბრენდს აქვს რა John Deere-საც აი ძალიან მაგარი სტენდი აქვს ხოლმე ძალიან მაგრად გაკეთებული და CNH-საც ძალიან სერიოზული სტენდი აქვს რა და ანუ ორივე ძალიან მაგარია რა და ეხლა ვნახოთ რა ჯერ New Holland-ში შევალ აქვე ვარ და პავილიონში არის მე უკვე John Deere-საც განეხა ანუ სხვებსაც განეხა რა თქმა უნდა ფენცას კლასას და ასე შემდეგ მაგრამ ეს ორი ყოველთვის ისე გამოფენაზე სერი მაგრად ჭიდაობენ რა ნახოთ წელს რომელი ჯობია შევხედოთ რა New Holland-ის სტენდი ესეც როტორული კომბაინი C არის ყველაზე დიდი კომბაინია ახლა New Holland-ის რეინჯში ედერის სიგრძე ნახეთ ჯანტია რა სილოსის ამღები კომბაინი რაც ძალიან გვიჭირს საქართველოში დეფიციტი არის და სულ პრობლემაა რა. აი ეს არის ავსტრიაში წარმოებული 300 ხენი ძალიან ლამაზი და ძალიან მაგარი Blue Power სპეცფერით და ყველაფერი. უბრალოდ სამწუხაროა რომ საქართველოში ამნაირ მოდელებს ვერ შეხვდებით, იმიტომ რომ ოფიციალურ დილერს არ შემოყავს ემისიის გამო. რეალურად ევროპისთვის სხვა მოდელები მზადდება და სხვა ქვეყნებისთვის, სადაც საწვავის პრობლემა არის, იქ სხვა სამოდელო რიგი არის. ესეც ვენახის საკრეფი ეს უკვე კარგად ცნობილი TK უხოლხა New Holland და ერთი კი არა და ალბათ საუკეთესო არის თავის კლასში რა სამართავოსაც ძალიან მარტივი არის იმართება მხოლოდ ერთი ვებკეტი შევიდგან განსხვავება და მაგარი სისტემა საერთოდ მიტარებია მოსკო და მაგარი ასევე წარმოდგენილი იყო ბიომეთანზე და უდრის გაზზე მომუშავე CNG-ზე მომუშავე საშუალო სიბრავის ტრაქტორი და ის ყველაზე მძლავრი ტრაქტორი რომელიც ამ გამოფენაზე არის წარმოდგენილი ბრენდებს შორის. ეს არის Case-ის კვადრატი 715 ცხენის ზალიანი. მონსტრი ნამდვილად. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის აქ არის რეზინის მიხოხოზე, ამ სიმძიმე ტრაქტორის ჩაულებრივი საბუნებისმეტყველო, ნუ არ იქნება კარგი ნამდვილად მედალისთვის. აქვე არის შტეიერი, ესეც CNH-ის ჯგუფში შემავალი ბრენდი არის. საქართველოს ბაზაში უცნობი არადა დაასაინტერესო ტრაქტორი არის, მაგრამ ჩვენთვის უცნობი. ასევე ჩვენთვის უცნობი, მაგრამ სოფლიოში ძალიან პოპულარული Case-ის Puma ძალიან მაგარი ტრაქტორი. ესეც შტეიერი, ისევ საშუალო სიმძლავრის ტრაქტორია წარმოდგენილი. და იქით Case-ის კომბაინი რომელიც არის რა თქმა უნდა როტორული, იმიტომ რომ Case არ ყავს
სხვა ტიპის გამომრჩევით, მხოლოდ არის როტორი, არ არის აქ ბარაბანი ვერ შევხვდებით, არც ჰიბრიდია. მთლიანად ის გამომრჩევი სისტემა, რასაც ვეძახით როტორულ სისტემას. ესეც დოიცის ჭკვიანი ვენახის ტრაქტორი, რომელიც არის აღჭურვილი სენსორებით, GPS-ით, იგების კონტროლით და ძალიან ბევრი საინტერესო ოფციით. და ეს სპეცსაბურავები, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება. ესეთ საბურავი. აქეთ უკვე მაღალი სიმძლავრის ესეც კლასის სტენდი. სამრები კომბაინი. ეს არის მჭრელი ძანები, რომელიც უზრუნველყოფს სწორ და კარგ დახუცმაცებას, ისეც როგორც საჭირო არის შემდეგ უკვე საკვებად გამოსაყენებლად. საკმაოდ დიდი გამოფენა არის. და ასე ვცდილობ, რომ ბევრი რაღაცა გადავიღო, ანუ ძალიან სპეციალურად არ ჩავდივარ ახლა დეტალებში, ძალიან და სიღრმეებში. უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რა ბრენდები არიან წარმოდგენილები, რა ტექნიკა არის და ასე შემდეგ. მიზანი არის ეს. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ისედაც ჩემს არხზე დავიწყებთ ანუ ცალკეული ტრაქტორების, კომბაინების და სხვა მისაბნელი აგრეგატების განხილვას, შედარებებს და ტესტებს და ასე შემდეგ. რის საშუალებაც მოგვეცემა, რა თქმა უნდა.
ესეც დღე მეორე. ვიწყებ დათვალიერებას, დილა არის, ეხლა დაიწყო გამოფენა, ეხლა გაიხსნა, ეხლა შემოვედი და დავიწყებ პავილიონების დათვალიერებას. და იმედია ბევრი საინტერესო რამე შემოხდება, რა ის გაზიარებასაც მე თქვენთან შევძლებ. Artlist.io Music licensing reimagined. პავილიონების გარდა არის გარეთაც ეს სტენდები და უბრალოდ გარეთ ყოველთვის არის ხოლმე, ახლა წინაზეც რომ მინახავს, გარეთ ყოველთვის არის ხოლმე უფრო მეტად სატყეო მანქანები. აი მაგალითად მორების გამო საზიდი ტყიდან, მერე ამ მორების დასაჩეხი, დასაჭრელი და ასე შემდეგ დასატვირთია ახლა ის დიდი რაც არის. დასატვირთი ასევე დასახუცმაცებლები და ესეთი რაღაცებია სულ აქ. აი მაგალითად ეს არის შეშის დამჭრელი. დამახუცმაცებელი, აი, ესე წავიდა კუნძები და გამოვა იქიდან დაჭრილი შეშა. გადაჭრილი აი ხეების, ხო? ფესვიანად ამოსაღები ეს არის, რა ქვია. აქ ხა ექსკავატორზე არ არის, აქ თელი ამბავი. აი ამაზე, აი ლაპარაკი. აი მაგრეგაძე რომელიცაა დაამაგრებული ექსკავატორზე და ამოაქვს ფესვებიანად ამ ხელა იკვებიან ახეთ. ოჩახამაც. რამდენი რამე აქვს მოტანილი სა. ეს დასატვირთები. ეს დამჭრელი არის შიშის. მოკლედ აქ ეგეთი სიტუაცია არის. აქაც ძალიან დიდი არჩევანია. საერთოდ არ ვიცი ამ იმეკას საკრეფი, უძნის საკრეფის არაფერი, იმიტომ რომ არ შემხვედრა. ნუ ჩვენთან რო არ არის უეჭველი ვიცი. აქაც არის, ნუ სათიბელები, რიგებს შორის, ძირებს შორის და ასე შემდეგ. ტრიმერები და ყველაფერი, როგორ ძალიან ბევრი გამხდება ახლა, ნუ შემოხლე გითხრათ, ძალიან ბევრია. თუ შევიხედოთ აქ. და მარტო მისაბმელი ვარიანტები ყავთ, როგორც ხდება. კი, იმიტომ რომ ინტერნეტიც არ შემხვედრია საერთაშორის ამისი თვითმავალი ასე. აქ გასასხლავები. ის ძალიან საინტერესო შეიქერები რა. კოლგიანები, უკოლგოები, ოპერატორი დაყვება ესეთან. ეს კოლგიანი, თვითმავალი. აი ეს თვითმავალი. და ეს არის როგორც მისაბმელი, ჩვეულებრივი. ისე რომ მიიბას, ამას გავარკვევ ახლა. აი ახლა მოვედი, სადაც არის ჯონ დილის სტენდი. გარედანვე ეტყობა მოკლედ. ტრაქტორები დგას და შევიდეთ ხა დავათვალიეროთ.
ესეც ჯონ დირის სტენდი. ჯონ დირის ცნობილი თვითმავალი შემასრულებელი. ეს საბაღე ვერსია ფროილის შესაწამლი, ძალიან მაგარი ბრენდი ასევე. ყოველთვის საინტერესოა რა ჯონ დირის სტენდი. როგორც ვთქვა, დიდი ბრენდების სტენდი ძალიან საინტერესოა ხოლმე რა. მოსავლის ამღები კომბაინი, სიმინდის ჰედერით. და ეს მხოლხა სისტემა საერთოდ. საინტერესო გაკეთებული. გამოჭრილია ნახევარი ტრაქტორი, რომ შიგნეულობა კარგად დავინახოთ ყველაფრის თავიდან ბოლომდე. აქვე ვადენშტადტს განახებთ. გამორჩეული ასევე როგორც საკმაოდ სწრაფი სათესი, მაღალი სიჩქარით შეუძლიათ ესვა და როდესაც დიდ ფართობებზე არის სამუშაო სასატარებელი, სიზუსტესთან ერთად რა თქმა უნდა გჭირდება სისწრაფეც, რომ აგროვადებში ჩაეტიო და მოასწრო თესვის პერიოდში. საქართველოში ძალიან ცნობილი ბრენდი. ახსოვთ მექანიზატორის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოვიდა საქართველოში. ძალიან დახვეწილია, ძალიან დიდი რეინჯი აქვს, დიდი არჩევანი აქვს პროდუქტის მხრივ ამბობ. და ყოველთვის ესეთი განვითარებაზე აქცენტირებული ბრენდი არის და ხარისხზე და ასე შემდეგ, სერვისზე და ყველაფერზე. ყოველთვის რაღაცა ახალს თავაზობს ფერმერებში. ერთ-ერთი ძლიერი ხაზია კუნისთვის საკვებ დამრიგებლები, მიქსერები, ეს არის კონკრეტულად თვითმავალი ვერსია. დღის ბოლოს დაგვიდგა ნენელა უკვე დავალთ გამოფენა და ბოლო ეს არის პავილიონია, რასაც ასწრებ რომ დავათვალიერო, ასე ვთქვათ. ვალტრასი და ფენტის ეს ვალტრა ძალიან ლამაზია რა ვთქვა.
ხო და ეს არის ძალიან საინტერესო კიდე. სრულიად ელექტროფენტის საბაღე სავენახე ტრაქტორი. სრულიად ელექტრო. Artlist.io. Music licensing reimagined. Artlist.io. Artlist.io. იტალიის სავაჭრო სააგენტოს მიერ დაორგანიზებულ საღამოზე ვართ, მოკლედ ძალიან ლამაზ გარემოში და ყველა დელეგატი ვინც არის ჩამოსული ამ გამოფენისთვის, მოკლედ ყველა ერთად ვართ და რაღაცა გალავახშა მივითარე. Music licensing reimagined. ეს არის უკვე ადგილი, სადაც დელეგატებს ხვდებიან იტალიელი წარმოებლები და აცნობენ თავიანთ კომპანიებს. რადგან მერე მოხდეს თანამშრომლობა შემდეგი ჩვენი გამოფენაზე მოგზაურობის ბოლო დღე არის. ვეცადე მოკლედ მაქსიმუმი გამეკეთებინა. ძალიან რთულია, როცა ვიზიტორიც ხარ და ამ შემთხვევაში გადაღებაც გინდა რომ ბევრი რამე გააზიარო და ბევრ რამეზე ისაუბრო. უბრალოდ ერთად ეს ყველაფერი შეიძლება ისე ვერ გამომივიდა, როგორც მინდოდა რომ გამომსვლოდა, მაგრამ პირველი არის ჩვენი არქივის ისტორიაში ესეთი გასვლა. მიხარია პირველ რიგში, რა თქმა უნდა და შემდეგში კიდევ უფრო საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ და უფრო მეტად შევძლებ სიღრმეებში ჩასვლასაც და მეტი ინფორმაციის გაზიარებასაც. აუცილებლად აქაც მადლობას ვეტყვი იტალიის სავაჭრო სააგენტოს. ძალიან საინტერესო დღეები გამოვიდა და მათ მომცეს შესაძლებლობა რომ აქ წამოსულიყავი, მათი განრიგით, მათი დაგეგმით და ასე შემდეგ ყველაფრით, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იყო ყველაფერი და წარმატებები მათ, წარმატებები იტალიელ მწარმოებლებსაც, რა თქმა უნდა, და წარმატებები პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სოფლის მეურნეობას, რომელიც დაწონებულია ყველას გვინდა რომ იყოს მაღალ დონეზე, მაღალ ტექნოლოგიური, მაღალ პროდუქტიული. მგონი თქვენთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბევრი ქართველი ფერმერი არ დადის ბევრ საერთაშორისო გამოფენებზე, შესაბამისად, პატარა რაღაც საშუალებას მე მოგცემთ ახლა აქედა რომ თქვენს გადაავლოთ თვალი მოკლედ რა იყო წარმოდგენილი ამ კონკრეტულ გამოფენაზე. ნახვამდის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.